გამოიწეროთ არხი. დიდი ხნის წინათ გვიპირა კოხში პატარა ბიჭი ცხოვრობდა. ერთხელ დედამ უთხრა, უკვე დიდი ხარ, დროა მამაშენს მიეხმარო. ადი ითევიავე, რომ სატყველი კონდესო. ბიჭი წავიდა და ზღვაში თევზი დაიჭირა. უჩებ თევზმა უთხრა, გაბიშვირა და სიკეთისთვის დადოხნურ აკატალე მოგწ. რასაც გამოწ ყველაფერი. ნამდვილ ნივთებად გადაიქცევაო. ბიჭმა დაიჯერა, მაგრამ მაინც გაუხვა. საიდან მღაც მართლა გაჩნდა მაგრატი. ბიჭმა ყვითელი ფოთლისგან სახლი გამოწვა და რას ხედავ? ეს სახლი უზარმაზარ სასახლეს გადაჭრა. გამოწვას ათათბილი მშობლებისთვის ყვავილები, ხეები და სასახლის ეზო ნამდვილ 60-ს გაუდა. მაგრამ ერთი ჩუქდი რაღაც მოხდა. ბიჭს აღარ უშვებდნენ გარეთ თავისი მშობლები. ბავშვებთან სათამაშოდ დედაშვილი უბრალდებოდა. უთამაშობ, დაისვევი, ვიშაში ნუგურავო, კაში არ დახვიდეს, ხოჭი არ გახვიდე. ეჩინოდა, რომ თევზი მაგრატოს უკან წარდგებოდა. მოიწინა ბიჭმა, მოწყენილი უყურებდა ფანჯრებიდან, როგორ თამაშობდნენ ბავშვები. ერთხელაც ბიჭი გაბრაზდა, გაიპარა, ზღვასთან მირბინა და მთელი ხმით დაიყვირა. ჩემო თევლო, სად ხარ? აღარ სასახლე მინდა, არ ხარ სიმდიდრე, ისევ მინდა ბავშვებთან თამაში. ჩემი ძველი ცხოვრება დამიბრუნე, როცა მაგრად ვერ თობოდი. თევლი მოვიდა. აგესრულებ თხოვლეს პატარა მეგობარო, შენ ეხლა დიდარით ხარ და ტყუიანიჩი. სიმდიდრე, მაშინ ანტი კალიკი, როცა შენ თვითონის დომებ და ზარმათი არ იქნები. ბიჭუნა მაგრატელი ხოში ჩააგდა. სახლისკენ წავიდა, სადღაც გამგრალი იყო სასახლე. ხოლო ჩდანდა ძველი ქოხი. ქოხი ართად დედა იდგა და თავის შვილს მიდეროდებოდა. გამოიწეროთ არხი.